პანდემიის დროს თვითიზოლაციაში დრო საკმაოდ სახალისოდ ვატარებ, ასე რომ თქვა. მე და ჩემი და ყოველდღიურად ვარჯიშობთ, რადგან გარეთ გასვლას და სეირნობას ვერ ვახერხებთ ისე ხშირად და არ მოვდუნდეთ. ასევე, რასკვირველია ვიყენებთ ინტერნეტს, ვკითხულობთ წიგნებს ორივენი, გვაქვს აუდიო ბიბლიოთეკა სპეციალურად უსინათლოთათვის და საკმაოდ მრავალფეროვანი, ასევე ინტერნეტშიც მოიძიება ესეთი აუდიო წიგნები და ამასაც ვუსმენთ, ანუ ვკითხულობთ სპეციალური ხმოვანი პროგრამის საშუალებით. ასევე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი და ამ პერიოდში მუშაობდი სამაგისტრო ნაშრომზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავასრულე და ველოდები შედეგს. პანდემიის დროს მუდმივად სახლში ყოფნისას დიდად არ ვიწყენ. ხშირად ვურეკავ ჩემ შეშემოპირ მეგობრებს, ასევე არაშეშემოპირებს, ვუყვები რა ინფორმაცია მოვიძიე მე ინტერნეტში, ასევე ისინი მაცნობენ თავიანთ გაგებულ ინფორმაციებს, ვასწავლი უსინათლო მეგობრებს სხვადასხვა დამხმარე საშუალებების შესახებ და ვურჩევ როგორ შეუძლიათ მათ უფასოდ ჩაიწერონ ეს პროგრამები ინტერნეტის მეშვეობით. ხშირად ვატარებ ვებინარებს, ასევე ჩემი დაც ატარებს სხვადასხვა თემაზე ვებინარებს მე, ჩამიტარებია პროუსინათლო პირებისთვის მუდმივად სახლში იზოლირებულად ყოფნის დროს რით შეიძლება გაერთონ. ვურჩევ მათ აუდიო წიგნების მოსმენას, კომპიუტერის სწავლას, თუ კი არ იციან მათ ეს სპეციალური დამხმარე პროგრამის გამოყენება, ვეხმარები მათ